სწორია თუ არა ერთი ჯუმის ლოცვა უკეთესია ვიდრე მთელი თარავის ლოცვა. კი ბატონო, ეს სწორია. რადგანაც ჯუმა არის ფარძი. ჯუმა არის ფარძი, თარავის ნამაზი არის სუნნეთი. თარავის ნამაზი ჯუმის ფარძზე წინ ვერ დადგება და ვერც ყოველდღიურ 5 ნამაზზე წინ ვერ დადგება, ის უფრო მნიშვნელოვანია. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანებს, რომ ვინც სამ ჯუმას გააცდენს უმიზეზოდ, მისი გული დაილუქება, ანუ ხეირი, სიკეთე, ის იმანის ნური იქ აღარ შევავა. ვიდრე თეუბეს არ გააკეთებს, ვიდრე ამ თავის დანაშაულს არ გამოასწორებს. ამდენად მნიშვნელოვანია. ხოლო ყოველდღიური 5 ნამაზის შესახებ შუამავალი ალეიჰი ვესელემ ბრძანებს, რომ მორწმუნესა და ურწმუნოს შორის განსხვავება ნამაზიაო. ამდენად მნიშვნელოვანია. თარავი ნამაზი რამადანის ერთ-ერთი შემამკობელი სილამაზეა. რამაზანს თავისი ხიბლი აქვს, თავისი სილამაზე, თავისი ბარაკა აქვს და ამათგან ერთ-ერთი თარავის ნამაზია. მაგრამ ფარდზე წინ მაინც ვერ არის. საერთოდ რომ ვერ ილოცოს იგი თარავის ნამაზი ადამიანმა, ვერ ილოცოს ან არ ილოცოს. ამის უფლებაც აქვს, იმიტომ რომ ეს არჩევით არის. არჩევით არის. დავალდებულებული არ არის შერიღეთიდან მასზე. მის ნებაზეა. საერთოდ რომ არ ილოცოს 30 დღიდან არც ერთი ღამე, მასზე ვერ ვიტყვით რომ მისი გული დაილუქებაო, როგორც შუამავალი ალეიჰი ვესელამმა სამ ჯუმაზე თქვა. საერთოდ რომ არ ილოცოს თარავი ნამაზი, მასზე ვერ ვიტყვით რომ მორწმუნესა და ურწმუნოს შორის განსხვავება თარავის ნამაზის ლოცვა არისო. მაგრამ 5 ვახტის ნამაზზე შუამავალი ალეიჰი ვესელამმა ასეთი რაღაცა თქვა. ამდენად მნიშვნელოვანია, ინშაალლაჰ, გამგებისთვის გასაგები იქნება.